საქართველოში ისევე როგორც ზოგიერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში ახალ წელს ორჯერ 1 იანვარს და 14 იანვარს ზეიმობენ. დღეისთვის გრიგორიანულ და იულიუსის კალენდარს შორის 13 დღიანი სხვაობა. სწორედ ამიტომ მაშინ, როდესაც მთელს მსოფლიოში საახალწლო ციებ-ცხელება უკვე ჩამქრალია, რამოდენიმე ქვეყანა და მათ შორის საქართველო ისევ სადღესასწაულო სამზადისშია. ნეგატივი დაინტერესდა, როგორ აღნიშნავენ ქუთაისელები ძველით ახალ წელს. ახალწელს ხვდებით ტრადიციულად, რა თქმა უნდა. კარგი პურმარილი რაც გვაქვს ოჯახში, ახლა პენსიონერების საშუალებით. მაგრამ საცივი არის. იცით რა, იმასაც აღნიშნავ და იმასაც, იმიტომ რომ ძველი მაინც ძველია და მაინც ჩვენ ძველი ხალხი ვართ და რომც არ ვიყოთ, მაინც ძველი ტრადიციულია და რა თქმა უნდა. ყველაფერი რაც საჭიროა, ეს ხორის ხორცია თუ ესა, ყველაფერი, მაგრამ რაც მთავარია, დედიკო, სიხარული არ არის ხალხში. აი ის ბედნიერება, რაც ადრე გქონდა ხალხს, სასურველი იქნება და კარგი იქნება თუ საშობაო ღონისძიებები იქნება ქალაქში და შემდგომ მერე ძველით ახალი წლისთვის კიდევ ახალი წლის ღონისძიებები ჩატარდება. ეს არის ქრისტიანული, მართლმადიდებლური და ადათი და წესი, მამაპაპური რაც არის, ასეთნაირად უნდა ვიცხოვროთ, რა ვქნათ. ისეთი სიწყნარია ქალაქში, რამე გასართობი არაფერი. გამოვედით დღეს მივდივართ სახლში. როგორ აღნიშნავთ ზოგადად რამე ტრადიცია თუ ისეთი? ოჯახურ გარემოში. ძველით ახალწელს აღნიშნავთ თუ? ახლით. პირველი მაინც სხვა ის არის ემოცია ვიდრე ძველით. უკეთესია რომ იყოს უკეთესობა, მაგრამ რას ვიზამთ, როგორც არის ისე მიყვებით. ძველით ახალწელს აღნიშნავთ თუ? ახლით უფრო აღნიშნავთ. საერთოდ ტრადიციულად ძველი ახალი წელი უფრო მიღებულია, როგორც მართლმადიდებლურად ისე მოსახლეობაში, რომ ყველა წელ საქართველოს ულესა გაერთიანებას იქ გვერდში ერთმანეთს გომას და რა სიყვარულს და სიხარულს. ზით არ არის კარგი განწყობა. რა ვიცი, ქალაქი მკვდარია. ღონისძიება არ არის არანაირი. დაგეგმილი. ძველით ახალწელს აღნიშნავთ თუ? ახალწელს. თუნდაც ახალწელს იმდენად არა. კარგად, როგორ უნდა აღნიშნო. ძველით ახალწელს უფრო აღნიშნავთ თუ ახალ ახალწელს? მე ძველი ვარ, მაგრამ ორივეს უფრო აღნიშნავ. ახალსაც და ძველსაც. ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციის წარმოშობა ორი კალენდარული სისტემის არსებობამ გამოიწვია. მთელი მსოფლიო ოფიციალურად გრიგორიანულ კალენდარს ეყრდნობა, რომელიც 1582 წელს პაპ გრიგოლ მეორის მიერ გატარებული კალენდარული რეფორმის შემდეგ დამკვიდრდა ევროპაში. საქართველოში გრიგორიანული კალენდარი გასაბჭოების პერიოდში შემოიღეს. ამის პარალელურად მართლმადიდებლური ეკლესია დღესაც დღესასწაულობს მეოთხე საუკუნეში დამკვიდრებული იულიუსის კალენდარი არის მიხედვით აღნიშვნას. სწორედ ამიტომ ახალი წელი ორჯერ იზეიმება. ნეგატივი გილოცავთ ძველით ახალ წელს. მარიამ კუხიანიძე და გიორგი დოღონაძე, ტელეკომპანია მეგატივისათვის.